მოგესალმებით მაკა, მას შემდეგ რაც გუშინ, როგორც ყველამ კარგად იცის, აქ სწორედ ევროკავშირის საბჭოში გაიმართა ორგანიზაციის პირველი დიპლომატების შეხვედრა. დღეს უკვე პირველი დიპლომატები ჩაანაცვლეს ზოგად საკითხებში მინისტრებმა და ჟურნალისტები მათ ვეძახით ევროპის საკითხებში მინისტრებს, რადგანაც ზუსტად ამ სამინისტროებს წარმოადგენენ ეს ადამიანები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. დღეს წესრიგში ასე პირდაპირ საქართველოს არ არის ჩაწერილი, თუმცა ორი მნიშვნელოვანი საკითხი არის. ერთი შეეხება ზეგინდელ სამიტის მომზადებას, ანუ ზეგ აქ ბრიუსელში შეიკრიბება 27 ქვეყნის ლიდერი და გაიმართება სამიტი, რომლის დღის წესრიგშიც უკვე არის ჩაწერილი საქართველო და გარდა ამისა დღეს ეს ევროპის საკითხების მინისტრები საუბრობენ დღის წესრიგით ევროკავშირის გაფართოებაზე და ევროპის მომავალზე, ასე რომ სულ რომ არც არის ჩაწერილი საქართველოს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენ ქვეყანაზე არის საუბარი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუშინ გარკვეული გადაწყვეტილებები მინისტრების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებთან დაკავშირებით უკვე იქნა მიღწეული. რაც შეეხება სანქციებს, დიახ, დღეს უკვე ევროპის საკითხების მინისტრები თავად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ისინი მიესალმებიან იმ ერთიან გადაწყვეტილებას, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული კატეგორიისთვის და ასევე გრძელდება მუშაობა თარგეტირებულ სანქციებზე. მათ თქვეს, რომ დახურულ კარს მიღმა ამასაც განიხილავენ და თქვეს, რომ ასევე სამიტის შემდეგ ყოველთვის ვრცელდება კომიუნიკე, სადაც აუცილებლად იქნება საუბარი საქართველოსთვის და აი ეს მინისტრები ამზადებენ ტექსტ სამომავლო ტექსტ კომიუნიკესი და ძალიან ბევრი არის მათზე დამოკიდებული კონკრეტულად რა სახის ჩანაწერი გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მანაც აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მომზადდეს ეს თარგეტირებული სანქციები. შვედეთის ევროპის საქმეების მინისტრმაც აი ზუსტად თქვენ რაც თქვით, ის განცხადება თქვა, რომ კარი ღია არის და ეს კარი ევროკავშირს კი არ მოუხურავს ჩვენი ქვეყნისთვის პირიქით. ისინი ამბობენ ძალიან ღიად, რომ ამ კარს ყურავს საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება და ძალიან მკაფიოდ ეს მინისტრებიც, ევროპის საქმეების მინისტრებიც ძალიან მკაფიოდ მიჯნავენ და ამბობენ, რომ ყველა არის ქართველი ხალხის გვერდით, მათ გვერდით, ვინცაც არ გადაუხვევია თავისი თავარი მიზნისთვის გავწერვირიანდეთ ევროკავშირში, არამედ ისინი ახლა თვლიან, რომ აუცილებლად პასუხი უნდა ააგონ ამ ძალადობებზე იმ პირებმა, ვინც სწორედ ამის უკან იდგა. იმაზე საუბარი თქვათ, რომ როდის იქნება მზად ეს სანქციები, რა ფორმატით იქნება კიდევ ერთხელ გატანილი თქვათ ერთიან საბჭოზე, რომელიმე მინისტრების და საჭირო იქნება ანუ იმ საბჭოზე, სადაც კონსენსუსია საჭირო თუ უფრო მეტად სწავლენ ეროვნული სანქციების გზით, აი ეს უკვე ამაზე ცოტა ადრეა საუბარი. დიახ, სწორედ ეს მინდოდა რომ მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მართველი პარტიის ლიდერების თავის დამშვიდების განცხადებებს ვისმენდით, როდესაც დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ კითხვას უსვამდნენ, ასეთი იყო დაახლოებით შინაარსი, რომ მათ აქვთ სხვა პასპორტებიც და თუ საჭირო იქნება ისინი ჩადგებიან ვიზების რიგშიც, ასეთი იყო მაგალითად კალაძის პასუხი და რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ არის საინტერესო, რა ტიპის სანქციებისკენ შეიძლება წავიდნენ დასავლელი პარტნიორები და ასევე თქვათ 27-ვე ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება თუ ცალკეული ქვეყნები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს. თუ კი ჩვენ სანქციებზე მსჯელობას გავაგრძელებთ და თქვათ დავანებებთ თავს დიპლომატიური პასპორტების მსგავს რეჟიმს, რომელსაც ამოქმედებს დასავლური სამყარო, შესაძლებელია რომ ეს იყოს ბევრად უფრო მკაცრი ზომები, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთან მიმართებაში ოცნების ლიდერშიპის წინააღმდეგ?
მაგრამ მე მგონი არც უნდა დავანებოთ საუბარს თუნდაც უვიზო რეჟიმის შეჩერებას დიპლომატიური კატეგორიის პასპორტების მფლობელებისთვის, იმიტომ რომ კი შეიძლება ასე თუ მიუდექით საკითხს, რომ მათ ჩვეულებრივი პასპორტი აქვთ და რიგში შეუძლიათ ჩადგენ ვიზა აიღონ, ასე ამ საკითხს აქ არ უყურებენ ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში. ანუ აქ არ არის მოგზაურობამდე დაყვანილი საქმე. წარმოიდგინეთ, რომ არჩეული არის ის კატეგორია, რომელიც თავისი პასპორტით აღნიშნავს, რომ მიეკუთვნება მმართველ ორგანოებს და მათ ამ შეზღუდვით რომ თავისუფლად გადაადგილდეს შენგენის ზონაში, ეუბნებიან, რომ მათ აქ ჩამოსვლას არ მიესალმებიან. მათ შეუძლიათ შეიძლება მართლაც რიგში ჩადგნენ, მაგრამ როდესაც შენი პარტნიორი და ის ორგანიზაცია შენ გეუბნება, რომ არ ხარ აქ სასურველი. ანუ არ გვინდა აქ სასურველი რომ ჩამოხვიდე, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ არანაირ შეხვედრაზე, სადაც თუნდაც პარტნიორები იკრიბებიან, თუნდაც ევროპარლამენტში, როდესაც შეხვედრებია ევრონესტის, თუნდაც კოზაკის, ანუ საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების, თუნდაც აქ, როდესაც საბჭოში ikრიბებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრები, ანუ ეს ფაქტიურად ნიშნავს პოლიტიკურ გზავნილს, რომ ჩვენ აქ თქვენ ადგილს დღეს ვერ ვხედავთ. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ დასავლური სამყარო ერთგვარად რეჟიმთან ურთიერთობას ფაქტობრივად წყვეტს, ხო თანამშრომლობას წყვეტს, ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების შეზღუდვა. დიახ, ზუსტად ამის თქმა მინდა, ამას ისიც უნდა დაუმატოთ, რომ უკვე რამდენიმე თვით ადრე, თუნდაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მან გააჟღერა პირველად, რომ პოლიტიკური დიალოგის დონე დაწეულია და ისედაც აღარ არის არც მოწვევები და არც შეხვედრები, ხომ? ბრიუსელში საქართველოს დელეგაციებს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ. ეს ისედაც გაცხადებული იყო და ამას ახლა კიდევ ის რომ ემატება, რომ